Artur ნახი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თამაშობს დავით კუპრაძის 6 შეეული და არის 16 ოქტომბერი 2025 წელი. მეორე სეზონი გასულია გასმადე. მეორე სეზონის პირველი თამაში გახსნა ნეიტრონის გუნდმა და ითამაშა 6-4. დღეს თამაშობს დავით კუპრაძის გუნდი. წარმატებით სუსტად წესები იცით, გაქორი დახმარება და წარმატებები. Adana Davit, რას ვფიქრობ, პირველი კითხვა რომელი მოვა რენდომაიზერით? პირველი. პირველი? აი ესე მივყვები და 12-ვე უნდა ავიღოთ, მაგრამ სამწუხაროდ მგონი 6-ამდეა, ხო? 4 გადამ. შეკითხვა ნომერი 2, ცოტათი აცი. აი ესე გავყვეთ რა. კარგი. ყურადღებით ჩაიწერეთ. ყურადღება. FIFA-ს გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში აზიის სახელმწიფოში ჩატარდა. ამის გამო აღშფოთებულმა გერმანულმა გაზეთმა სახელწოდებით ბილდმა, ეს ბჭყალებშია სახელწოდება, ეს ფაქტი ბერძნული წარმოშობის სიტყვაში R-ასოს ჩამატებით მოიხსენია. ვიმეორებ. FIFA-ს გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში აზიის სახელმწიფოში ჩატარდა. ამის გამო აღშფოთებულმა გერმანულმა გაზეთმა ბილდმა სახელწოდებით ეს ფაქტი ბერძნული წარმოშობის სიტყვაში R-ასოს ჩამატებით მოიხსენია. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ თუ როგორ მოიხსენია გაზეთმა აღნიშნული ფაქტი. დრო. აი ანუ ყატარში ჩატარდა, სიცხე იყო, გილდი, ასოს ჩამატებით მოიხსენია. გილასოთი რო იწყება ეგრე რაიმე სიცხესთან დაკავშირებული სიტყვა გვაქვს? ვერსია მაქვს. აბა. კატასტროფა. ხო, კატასტროფა, კაი. კატასტროფა, მაგრამ ყატარში იყო და კატასტროფა, ხო, ბაზარია. მაგრამ ასოს ჩანაცვლები. მოიცა ბილდმა რო თქვა, ხო, ანუ გერმანულად იყო ეგ სიტყვა. ნუ ლათინური სიტყვა. ლათინური სიტყვაა მაინც კატასტროფა. და ბერძნული. მოიცა კატასტროფა თუ კატასტროფა? არა, ყველა არ იქნება. არა, ყატარში თუ კატარი. მომენტ კატარიც არის. კატარი იქნებოდა იქ გერმანულად. კატასტროფა. შეიძლება. ეს თუ უკეთეს იდე რა შეიძლება. დეკემბერში ჩატარდა. ხო, სიცხეზე გავდივარ. ზამთარში იყო ერთი რა მაგაზეთი. პრინციპი სიცხესთან დაკავშირებული აფრიკაში ჩატარებულა და უფრო სიცხეები წყობილი. სტადიონიც რაღაცა იყო. ფულზე ხო არ არის ბახაში. ფულზე არ ამგონი, არა. რა სიტყვა უნდა იყოს ფულთან? არა, არ ამგონი ფულთან ასოცირებული. ლარი, არა, ის არის ვაჭრო. და დრო ამოიწურა, შეწყვეტეთ საუბარი. ბატონო კაპიტანო. ვინ უპასუხებს შეკითხვას? ბატონი ვებხოვას. ბატონო ვებხოვ. ერთ წუთში დაასახელეთ თუ როგორ მოიხსენია გაზეთმა აღნიშნული ფაქტი. გამომდინარე იქიდან რომ ყატარი არის არასაფეხბურთო გუნდი და ქვეყანა. ჩვენი საერთო ვერსიით ვფიქრობთ რომ ეს შეიძლება იყოს სიტყვაში კატასტროფა ასურუს ჩამატებით, ანუ კატასტროფა. კი ბატონო. ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. დიახ. პასუხი მიღებულია, სწორი პასუხი. კატასტროფა სტატიაში ფეხბურთისთვის შეუფერებელ ქვეყანაში ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ასე უაღრესად შეხვდნენ გაზეთმა გააერთიანა ბერძნული წარმოშობის სიტყვა კატასტროფა და სიტყვა კატარი. ერთი თვალი ანგარიში გახსნა დავით კუპრაძის 6 შეეული. წარმატებული დასაწყისი. ორი წითელი. სპერედ ორიდან უნდა დაგვეწყო. ორიდან დაწყება წარმატებული. აი, შემდეგ შეკითხვა. რადგან თუნდა გვეცით პასუხი, რომ ვთქვათ ეს თავი შეკითხვა მოვა. 7. ქართული პასუხი იყო. ის რულეტა სხვა არის. შავი მოვა, შავი. 3-7. აი. ახლოს ვიყავით. აბა ერთი თვლა დაგეწყოთ რა იქნებოდა? კი ბატონო, ყურადღებით ჩაიწერეთ. შეკითხვა ნომერი 1. მიხეილ კობახიძის ფილმის პერსონაჟი ბიჭი გოგონას სახლამდე აცილებს. რა დროსაც მათ გოგონას დედა შორიდან ჩუმად აკვირდება. ბიჭი მას დაინახავს
და გამოჯავრების მიზნით აკეთებს ერთ ჟესტს. ამ ჟესტით ცნობილია ერთი 2000 წელს დაბადებული ადამიანიც. ვიმეორებ. მიხეილ კობახიძის ფილმის პერსონაჟი ბიჭი გოგონას ჟესტიკულაციები კითხვის წაკითხვის დროს გოგონას სახლამდე აცილებს, რადგანაც მათ გოგონას დედა შორიდან ჩუმად დაკვირდება. ბიჭი მას დაინახავს და გამოჯავრების მიზნით აკეთებს ერთ ჟესტს. ამ ჟესტით ცნობილია ერთი 2000 წელს დაბადებული ადამიანი. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ ეს ადამიანი. იღებთ ვადამდელს? არა. დრო. მიქაუტაძეა უეჭო. აი, არა, ვადამდელი არ გვინდა. 2000-იანი თვალი გადასვლას. 2000-იანი არის პასლა უეჭველი. 2000-იანი სავარაუდოდ, მაგრამ რატო აი ამით რატო ჯავრდება დედა მე მაგას ვარ. ანუ დედა ანუ რომ მაგას არო აკურდება მაგიტო რა. აკურდება მაგიტო რა. გიყურებთ, ანუ ოჩინ გიუ რა, ბიგ. აი, ისედაც ვადაძელი შემოგთავაზეს და არა, ისედაც 2 წუთი გვაქვს. ისედაც 2 წუთი გვაქვს, არ და გარის ყვება და გამახება. აი, უნდა იყოს ლოჯიკა. აი, არ მახსოვდა 2000 წელს იყო დაბადებული. სხვა მისი ჟესტიკულაცია არის ცნობილი თან იმასთან ხელკვან დედა უყურებს რაღაცა ყურებასთან არის რა ასოცი. ყურება და თვალთან და რაღაც მასებთან. არა, ეგ არის ოჭო. მოიცა, უნდა ვსახელოთ ისა ფეხბურთელი, ან ფეხბურთელი ირონება ჟესტი. ხო, ვინ არის 2000 ვინ არის? აი, ითქვა გამეორებინოს ბოლოს აკითხამდე რომ სხვა ვერსია თუ არ გვექნება რამეს სხვა ჟესტი შეიძლება მეცე ვიკითხე. არა, ანუ კითხვის ფორმულირება რო ჟესტიკულაცია უნდა გავაკეთოთ თუ ის უნდა გავაკეთოთ. არავინ მახსენდება ისიც. მარტო ეგ არის, მარტო ეგ იქნება, რა. სავარაუდოდ ეგ არის. აი, ვიჭი. სხვა ანუ გასაჯავრება, ყურე აკვირდება და და დრო ამოიწურა სწრაფად იყო და სიჩუმე ბატონო კაპიტანო ერთ წუთში დაასახელეთ ეს ადამიანი ვინ უპასუხებს ამ შეკითხვას თუ შეგიძლიათ კითხვა რო გაგვიმეოროთ ზუსტად გვაინტერესებს ჟესტი გინდათ თუ ადამიანი კი ბატონო მიხეილ კობახიძის ფილმის პერსონაჟი ბიჭი გოგონას სახლამდე აცილებს რა დროსაც მათ გოგონას დედა შორიდან ჩუმად დაკვირდება ბიჭი მას დაინახავს და გამოჯავრების მიზნით აკეთებს ერთ ჟესტს ამ ჟესტით ცნობილია ერთი 2000 წელს დაბადებული ადამიანი ყურადღება შეკითხვა ერთ წუთში დაასახელეთ ადამიანი ეს ადამიანი დემე უპასუხებს ბატონო დემეტრე ვინ არის ეს ადამიანი სავარაუდოდ ეს ადამიანი უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე რომელიც აკეთებს ასეთ ჟესტს რაც ნიშნავს რომ მიყურეთ შორიდან კი ბატონო კაპიტანი მე ვიღოთ ეს პასუხი მიღებულია სწორი პასუხი სნობის მოყარე დედა აკვირდება თუ ვინ მოაცილა გოგონას სახლამდე და ბიჭს დურბინით აკვირდება ბიჭიც მას უღიმის და სანაცვლოდ მას დურბინით დააკვირების ამსახველ ჟესტს უბრუნებს ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გოლის გადაღების აღნიშნულ პასუხი 2-0 გუდი დაწინაურდა და პირველი კითხვა რომ მოსიკვა ალბათ აიღებდა პირველი ორი სპორტზე იყო უკვე მამაკაცების ექცეული არის და სხვაგვარად გული არც იქნება აი ეხა მეათე გვინდა რა კი მე მინდა შავი ყუთი მინდა ეხა ანუ ეხა ამოა 7 შავი ყუთი მინდა შენ ერთი გინდა და მეორეზე ამოვიდა იმა 7 უნდა და მე ამოვიდა 1 და ამო ვანი ერთი პასუხი რო დარჩება იქაც აუცილებელი ერთი კითხვა რო დარჩება აი ბიჭო ერთი კითხვა არ დარჩება ვაგამდელი არ გივდა მაინც რა ხო აი ისედაც 2 წუთი გვაქვს ფორმულირება კი ბატონო შეკითხვა ნომერი 8 ყურადღებით ჩაიწერეთ ანტარქტიდაზე პინგვინები ზოგჯერ დგანან დიდ წრეზე და არაფერს აკეთებენ საათობით მეცნიერებმა გაიგეს რომ ეს ქცევა აუცილებელია მათი გადარჩენისთვის ვიმეორებ ანტარქტიდაზე პინგვინები ზოგჯერ დგანან დიდ წრეზე და არაფერს აკეთებენ ჟესტები საათობით მეცნიერებმა გაიგეს რომ ეს ქცევა აუცილებელია მათი გადარჩენისთვის ყურადღება შეკითხვა ერთ წუთში დაასახელეთ რატომ დგანან პინგვინები წრეზე უძრავო დრო ბიჭო სიტყვის გამო დიდი მე მგონია რომ ზინავთ მე როგორც ვიცი მე მახსოვს რაღაც ეგეთი მოხსოვს პინგვინებს ზინავთ ისე რა ეგ მესმის მაგრამ საათობით წრეზე იმენა წრეზე ნახე სითბორო შეინარჩუნონ რა სითბორო შეინარჩუნონ ხო მაგრამ პინგვინებს რაში უნდა სითბორო დაბადება ხო არ არის ახალი პინგვინის დაბადება მაგრამ ან ცხოვრობენ ბიჭ და სამი და просто თქვა ახალშობილს ხო არ იცავენ ან რაღაც ეგეთი ხო არ არის ბევრი ერთად ეს წრეზე არ იგებოდა ხარიშხალი არ ამის დროს ხო არ დგებიან ეგრე რო დაიცვა ყურე საათობით ისეთი ნიშნაა რომ საათობით ან ძინავთ რასაც ეს იწარმოებს ან სითბო ან ძინავთ ან იცავ სითბო კი არა დაცვაზე ამდენი ბევრი პინგვინი ანუ ესე არ იდგება რა ვერცხლის ხარ იცავ
არა, კვერცხი მამა დგას სწორად მახსოვს. თან სწორად მამა. სავარაუდოდ სითბოს კი იჭერენ, მაგრამ სითბო ძალიან ბანალია. სითბოს ბიჭო, აი, ძალიან მე ძალიან ის მგონია რა. სწორი პასუხი იკითხეთ. ან სითბო არიან ძილი და მე მგონია რომ სითბო ანტარქტიდაზე არ იქნება რა. რატომღაც ეგრე მგონია. შეჩვეულები არიან ესეც. ხო, ანუ ისედაც იქ ცხოვრობენ რა. ესეთი უნდა ხდებოდეს რაც დრო ამოიწურათ შეწყდეს განხილვა ბატონო კაპიტანო ერთ წუთში დაასახელეთ რატომ განამ პინგვინები წრეზე უძრავად ვინ უპასუხებს მოდი მე თვითონ უპასუხებ კითხვა რო გამიმეოროთ თავიდანვე და კი გეტყვით ბატონო ანტარქტიდაზე პინგვინები ზოგჯერ განან და დიდ წრეზე არაფერს აკეთებენ საათობით მეცნიერებმა გაიგეს რომ ეს ქცევა აუცილებელია მათი გადარჩენისთვის რატომ განამ პინგვინები წრეზე უძრავად რადგანაც ანტარქტიდაზე პინგვინები ზოგჯერ დგანან და არა ვთქვათ 24 საათში ერთხელ ამიტომ ვფიქრობ რომ ეს იქნება სითბოს შესანარჩუნებლად რა ანუ ერთმანეთს ათბობენ სხეულის სითბოს გადასცემენ ერთმანეთს რა კი ბატონო პასუხი მიღებულია სწორი პასუხი ძლიერი ყინვებისა და ქარის დროს წრექმნის ბარიერს რომ შუაში მყოფი პინგვინები ძირითადად სითბოს ინარჩუნებენ მათი სიტყვის გადასაცემად 3 ნორი და გულმა დაიწყო მარტივი კითხვები ახლათი წამოვა ნენერა სითბო იყო აი ზოგჯერმა გადამოვა პასუხმა გაიჟღერა რა მაგის კითხვა მოავიწყდება. აი ორი პასუხი იყო ისედაც და რომელიღაც აქედან უეჭველი იყო რა. და ნაგლობა იყო არა და მეთქი რა პეპერლატო. დერად მარტივი იყო რომ ბანალური გება. ზოგჯერ რო არ ყოფილიყო და მე შევდა არის ხალის საიმი ასი იყო ან დამცველობით და ზოგჯერმა 24 საათში ერთხელ ან პერიოდული რაღაცა ზოგჯერმა აგვაღებინა კითხვა აი. აი ფილტრი გადმოსული კითხვა ნეიტრონის გუნდიდან ნახოთ რა დაგიტოვოთ ნეიტრონმა ეს კითხვა ბუნკი კითხვა იყოს მედია რადიოაქტიული ნარჩენები არ დაუტოვებ სადამოწმებული წითელსატოვი და ჩემი ჩაიწერეთ ერთ საბჭოთა ქალაქში რომლის დათვალიერებაც უცხოელებს ეკრძალებოდათ ქუჩების კუთხეებში ხშირად იდგა უცნაური რკინის ყუთი რომელსაც ზედ ეწერა ჭყალებში სარემონტო ინსტრუმენტები ეს სიტყვა ჭყალებში მოცემული თუმცა ეს ყუთი არასდროს იღებოდა და სარემონტო მუშებიც მას არასდროს ეკარებოდნენ ვიმეორებ ერთ საბჭოთა ქალაქში რომლის დათვალიერებაც უცხოელებს ეკრძალებოდათ ქუჩების კუთხეებში ხშირად იდგა უცნაური რკინის ყუთი რომელსაც ზედ ეწერა ჭყალებში სარემონტო ინსტრუმენტები თუმცა ეს ყუთი არასდროს იღებოდა და სარემონტო მუშებიც მას არასდროს ეკარებოდნენ ყურადღება შეკითხვა რისთვის იყენებდა საბჭოთა მთავრობა ამ ყუთებს თუ გეტყვით რომ ყუთში სარემონტო ინსტრუმენტები არ იყო დრო აგენტები ხო არა აგენტები მეც ეგ მომივიდა პირველი ხა არისო მაგრამ რომელ ქალაქს რატო ეკრძალებოდა რატო ეკრძალებოდა მან რომელ ქალაქში მე ჩერნობილზე წავედი მან რამე არა გავიგე დათვალიერება ეკრძალებოდათ ანუ დათვალიერება დათვალიერება შეიძლება ინფორმაციას იძლევა ანუ თუ ქალაქში დათვალიერება აკრძალულია იქ ჯაშურს რა უნდა რა ინფორმაციას მიიღებს ვისგან მიიღებს ბიჭო დაკეტილი ქალაქია შეიძლება იმ დაკეტილი ქალაქიდან ინფორმაცია გამჭირდება ჯერ ქალაქში უნდა წავიდეთ ქალაქით გავალთ მაგაზე იდეას რომელი ქალაქში შესანახი ხო არ შეიძლება ის ხო და არა ანუ იქ მაშინ სარემონტო ინსტრუმენტები ჩერნობილი მგონია მაგრამ ჩერნობილია მაგრამ სარემონტო ინსტრუმენტები ანუ კიდევ უნდათ რომ იქ ჩაიხედონ რა მაგრამ არავინ არ იხდება იქ ჩერნობილი ხო არ იყო აფეთქებამდე სადაც მაგ ბირთვული იმაზე მუშაობდნენ და მაგის გამო არ უყურე რკინის ყუთები რო არის რკინის ყუთები რკინა ხო იზიდავს მაგ რადიაციული ნივთები იყლებოდა მაინც მეტალი ისეთი უნდა იყოს ხო მაგრამ ჩვენ ანუ გვეკითხებიან რა ინახებოდა მაგრამ თუ ჩერნობილი ხო ჩერნობილი არ არის კითხვა გავამეორებინოთ და იმათაც არ ვიცი სარემონტო რაღაცა ჩავდა დრო ამოიწურა კითხვას გავიმეორებ ერთ საბჭოთა ქალაქში რომლის დათვალიერებაც უცხოელებს ეკრძალებოდათ ქუჩების კუთხეებში ხშირად იდგა უცნაური რკინის ყუთი რომელსაც ზედ ეწერა ჭყალებში სარემონტო ინსტრუმენტები თუმცა ეს ყუთი არასდროს იღებოდა და სარემონტო მუშებიც მას არასდროს ეკარებოდნენ ყურადღება შეკითხვა რისთვის იყენებდა საბჭოთა მთავრობა ამ ყუთებს თუ გეტყვით რომ ყუთში სარემონტო ინსტრუმენტები არ იყო ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს ერთი წუთი რო დაგმატოთ ერთი წუთი დრო ჩაი ყურე არ იხლებოდა პროსტა ეწერა ეწერა უეჭველი ინფორმაცია გამოდოდა მუშები არ ხსნიდნენ მუშებიც არ ყრიდნენ შიგნით არაფერს ეგ გავიგე ყურე ვიღაცა ხსნიდა მაგრამ მუშები არ მაგრამ თან ყურე აქ წერილები იყრებოდა უცხოების შესვლა არ შეიძლება და ქვეყანაში ანუ უცხოების არ შეიძლება ქალაქია სადაც რაღაცა ჩერნობილი არის აშკარად გავიგე მაგრამ მან კითხვა არის რისთვის იყო ანუ რა არის კითხვა იყო რა ეყარა შიგნით რეალურად იმის მაგალითად რა იყო იქნება სადამ ბირთვული არის შექმნეს სავარაუდოდ მაგრამ ის ხო არ მიღაბი ხო არ არის
იღაპი? არა, ინფორმაცია და იმას მაინც არავინ იღებდა, რომ რკინა რადიაციას იზიდავს. ანუ რადიოაქტიური ნივთიერების შესანახად. ჩემი აზრით საიდუმლო მასალები რაც დაბინძურებული ნივთიერების შესანახად მაგალითად. ტანსაცმლის? აი მაგალითად პრიპიატი არის რაღაცა დაბინძურებული ნივთების შესანახად, ან ტანსაცმლის ან რაღაცის გასანახად. ხო, ეგ შეიძლება. მაგრამ მაშინ რატო იტყობოდნენ რომ სარემონტო მასალები უნდა ჩაყოლიყო მაგ? ეგენი არ იყნებოდაო. ჯაშუში ყველა ქალაქში ერთნაირი ჯაშუშური ეს არის რა. მე მგონია ჯაშუში არის, მაშინ ყველგან ერთი სისტემა უნდა გქონდეთ, ხო? და დრო ამოიწურა, ბატონო კაპიტანო, რისთვის იყენებდა საბჭოთა მთავრობა ამ ხუთებს, თუ გეტყვით რომ ხუთში სარემონტო ინსტრუმენტები არ ყო, ვინ უპასუხებს? სწორი ვერსია თუ გქონდა? დიახ. აუ. მე და არა გეტყვით. მოდი უპასუხებს ბატონი ვეფხვი. ისმენ. აი, ახლა მე მაქვს პასუხის უფლება. მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ქალაქი შეიძლება იყოს პრიპიატი და ამ ხუთებს იყენებდნენ დაბინძურებული ნარჩენებისთვის, ანუ რადიოაქტიური ნივთიერებით დაბინძურებული ნარჩენების, ასე რომ ვთქვათ, მოსათავსებლად. ეს ვერსია შეგვიძლია დავფიქსირო. კი ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. დიახ. პასუხი მიღებულია, სწორი პასუხი. პასუხის ხუთში დამალული იყო მიყურადების სისტემა, რათა ადგილობრივ მოსახლეობაზე და აგენტებზე მიიღოთ ინფორმაცია. ეს იყო საბჭოთა მთავრობა, რომელიც აკონტროლებდა სრულად მოსახლეობას. ხელია მოვიგდა, ეგ უნდა მივიდა. ჯაშუშები იყო. ჯაშუშები ინფორმაციის გამოსატანს. ეგრევე ვთქვით ჯაშუში ხო. ჯაშუშები თავიდანვე მაგასოც. ხო, მაგრამ მე პროსტა იმან დამაბნია რომ არა, რადიოაქტიური ზარი ქიმოდა. ანუ მაგაში რატო ჩაყრილი პრიპიატზე რომ გავენით მაგით. ხო, ანუ ჩაკეტილი ქალაქი არის, სადაც ეგენი არ იყნებოდა. მე ვფიქრობ, რომ კარგად დაიწყეთ და სამთერთი. წარმატებები ასევე გააგრძელებთ. ანუ ჯაშუშები როგორ თქვა ჩაგვეთლებოდა. კი, დაზვერვა ჯაშუშები. აი არა. ნებისმიერი ინფორმაციის აკები ყველგან იყო. კონკრეტულ მოსახლეობამ დამაბნია რა. მაგიტები ხო, მაგრამ ანუ სავარაუდოდ ვიქცევი. ხო, ეს ერთ-ერთი ამაში მაგანზე დავუდგე. აი, შეო ახალი შემართება, ახალი. მაგით გავედი პრიპიატი. წლის მაისში გერმანიის ჯარები მოულოდნელად შეიჭრნენ ნიდერლანდებში. მათ შორის იყვნენ დივერსიული ჯგუფებიც, რომლებიც ღამით ცდილობდნენ ფერმებსა და სოფლებში ჩუმად გადაადგილებას. ჰოლანდიელებმა შეამჩნიეს, რომ X-ები ყოველთვის პირველები იწყებდნენ ხმაურს, როცა მასობრივად უახლოვდებოდა სოფლის ჯარი ან დივერსანტთა ჯგუფი და ასე აფრთხილებდნენ მცველებს. მომავალი თავდასხმის შესახებ, რასაც ჰოლანდიელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ და თავის სასიკეთოდ იყენებდა X-ების გაფრთხილებას. ყურადღება შეკითხვა: ერთ წუთში დაასახელეთ X-ები. დრო. დიდი ალბათობით ბატებია რომზე გასვლა, მაგრამ მოდი მაინც ვილაპარაკოთ. ხამის ცხოველ თქვათ, მაგრამ ნიდერლანდები რო არის მაინც ნიდერლანდებზე მაინც ბატები. არა, ძალიან ცნობილი პარალელია დიდი ალბათობით ეგ არის. არა, ცხოველებს წინავ ძირითადად. ხო, ეგ არის ლოგიკა, ეგ უნდა ბატი უნდა იყოს ეს. გადაადგილ ცხენი ღამე არა. 1900 ცხოველი მეძლა, ფრინველი, ფრინველი უნდა იყოს და ჯგუფები დადიოდნენ ბატი, სოფლებია. ან რაღაცა ისე ცხოველია, რომელიც რაღაცა ოდნავს იჩუმეს და პაციფიცებს და რაღაცა რეაქცია. რა ხათამი ვერ იქნება ბატია, ძაღლი. რეფერენსია რომი გადა. პატარა, ხო, ეგ რეფერენსი არის ბატერია. ო, ეგ სავარაუდოდ ეგ არის. ესენი ვერ გადააჩნეს. ამათი ბატები ცუდი ბატები აღმოჩნდნენ. ან იქნებ ბატებს არ უსმენდნენ თორე. შეიძლება კლაუდნები ბატებს პაწუხებს. ყველა ბატმა თავის საქმე გააკეთა. შეიძლება კლაუდნები ბატებს. დრო ამოიწურა სიჩუმე, ბატონო კაპიტანო. ერთ წუთში დაასახელეთ X-ები, ვინ უპასუხებს? მე თვითონ უპასუხებ და ეს არის ბატები. ბატები მიღებულია, სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის ბატები, ისინი ყოლებით აფრთხილებდნენ ჰოლანდიელებს და მათ რომლის ჯარი უახლოვდებოდა ბატების რომლის წასვლა ჰოლანდიელებიც ბატებმა გადაარჩინეს. 4 არის ანგარიში, გული დაწინაურდა როცა 2x და გავდივართ. აი ჩაგრავს. აი 2 კითხავს იღეთ და გავდივართ. ორის მერე მაგას იძახის. 2 კითხავს იღეთ და გავდივართ.
გვაშინო, 6-1 არა მაგ დასწრილი თან ბარსასფანი ვარ და მაწყობს. აზარი არა, წავით, მეც ბარსასფანი უმრავლესობაში. გონი ყველა ბარსასფანი ვარ. ვაფშე ხო? აუ, საჭი ყველა ბარსასფანი ვარ. შეგვიძლია ბარსა დავარქვით. 6-1. წავყვანი. რემონტადა ეგრევე. ვინ იქნება სერხი? ბავნახოთ. ატარა კამპნოუ გოთ. შეკითხვა ნომერი 10 ყურადღებით ჩაიწერეთ. აი 10 მოვიდა. X-მა მოგზაურობა გადაწყვიტა და უცნაური მარშრუტი შეადგინა. X-ი ჯერ გაემგზავრა კალიფორნიაში, შემდეგ ფილადელფიაში, მოგზაურობის შემდეგ აღმოჩნდა ბოსტონში, მერე კი ნიუ-იორკში, გაიარა ლას-ვეგასშიც და ზოგიერთის თქმით ის ლონდონშიც გაჩერდა. ვიმეორებ. X-მა მოგზაურობა გადაწყვიტა და უცნაური მარშრუტი შეადგინა. X-ი ჯერ გაემგზავრა კალიფორნიაში, შემდეგ ფილადელფიაში, მოგზაურობის შემდეგ აღმოჩნდა ბოსტონში, მერე კი ნიუ-იორკში, გაიარა ლას-ვეგასშიც და ზოგიერთის თქმით ის ლონდონშიც გაჩერდა. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ X-ი თუ გეტყვით რომ X-ი აზიიდანაა დრო. X-ი აზიიდან. ვაუ. ბიჭო, უყურე. ლონდონშიც ბოსტონში დაასრულა. უყურე? ბოსტონში ლას-ვეგასშიც იყო. მერე აღმოჩნდა ნიუ-იორკში, ანუ მოგზაურობის დასრულების მერე იყო ნიუ-იორკში. და ლას-ვეგასში და ზოგი ამბობს ლონდონშიც დავინახეთო. აზიელი ვინ? ანუ საუბრობა გადაწყვეტა მე რაღაც. მგონია რომ რაღაც მე დარწმუნებული ვარ რომ ადამიანზე არა საუბარი. ადამიანი არა, ან ნივთი არის, ან ცხოველი, ან ფრინველი რა, რაღაც აზიური რამე. ის ხო არ არის, საკურასის ხო არ არის. ყვავილი. შემოვიდა და უყურე ამერიკაში იწყეს მოგზაურობას, მაგრამ აზიიდან მე აზია არ არის ეგ. ჩაი ხო არა? რაღაც ეგეთი არის კი ანდ. შენ ვინმე სპურნე ხო არ შეიძლება. ბოსტონში დაასრულა ჩაი ხო არა? ჩინეთიდან ბაზარი არა. ჩაი ჩაია, ბაზარი არა. გაჩერდა ლონდონში ხო, ჩაია. ბოსტონი ჩაის ამიშობის იგი ბოსტონის ჩაისმაც შეიძლება მაგრამ მაგიტო გაჩერდა და მე გააგრძელა. ე კი ბატონო. და დრო წარმოშობა აი სავარაუდოდ ეს დრო ამოიწურა შეწყვეტეთ განხილვა. ერთ წუთში დაასახელეთ X-ი თუ გეტყვით რომ X-ი აზიიდანაა ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? ბატონი დემე უპასუხებს. ბატონო დემეტრე. ჩვენი აზრით არის ჩაი. ჩაი, ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. პასუხი მიღებულია, სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის სუში, კალიფორნია, ფილადელფია, დასავლეთში შერბმეული სახელებია. ვაიმე! ლონდონია, ფილადელფია რომელიც არ დაუქმებიათ ეს აზიაში ეს არის ლონდონის სუში არ გამიგია. ევროპულ და დასავლურ ქვეყნებში. თავიანთი ვაიმე! რეცეპტები არა და ბიჭო ვაიმე! ჩამე. ბოსტონში დაასრულა ფილადელფია დამაბნია. ჩაიცის იყო. ფილადელფიის გარდა. არის ფილადელფიის გარდა სხვა სუშია. აუ, მოგეჩ. სუიკით. ერთი არა რატო საკურაცი. აუ არა და კალიფორნია ფილადელფიაზე როგორ ვერ დაიქრო გაჩერდა. მეორე მომიშალა. ბიჭო, ბოსტონში დაასრულა. ო, ეგ იყო მაგრამ დაგვაბნია რა. არა ლონდონიც კარგად ვიყავდა რაღაც ჩაისე. ხო, ბრიტანეთშია ჩაის. კარგი დამტყვევა იყო რა. სწორი პასუხი. ჩაის კაი პასუხი იყო მგონი. და სუში ლონდონი. ნიუ-იორკი ლონდონში წარსებობს, ბოსტონში წარსებობს და კითხვის აზრით. თბილისშიც არის, როსტოვშიც არის. ხაშუში წამე ისეთი სუში. ამაც და გაქვთ ერთი დახმარება, ერთი დახმარება უკვე გამოიყენეთ. შეკითხვა ნომერი 7. აი მოვიდა 7. 7-ზე 7 მოვიდა. შავი ყუთი მინდა რა. შავი ყუთი სახში წავიდა. 9 და რომელია შავი ყუთი? 9 არის შავი ყუთი. ხოლო არის შავი, 5 და 12 არის სუპერკუთი. 12 არ მოვა. 12 არა. 12 არ უნდა აი გავიდეს. ამას 12 გადავიდეს კიდე შემდეგ გუნდზე. ამას ყოველ ვითამაშოთ. ყურადღებით ჩაიწერეთ შეკითხვა. ნომერი 7. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს სიმბოლო ინგლისურ ენოვან ქვეყნებში ასოცირდებოდა სინათლესთან, სიყვარულთან, სიცოცხლესთან და იღბალთან. დაასახელეთ ეს სიმბოლო. დრო. კიდე რო გაგვიმეოროთ ფორმას. ეხლავე მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს სიმბოლო ინგლისურ ენოვან ქვეყნებში ასოცირდებოდა და ასოცირდებოდა სინათლესთან, სიყვარულთან, სიცოცხლესა და იღბალთან. დაასახელეთ ეს ის ირლანდიური ისო არის ხო ეს გონია მე. დაბლი. ბიჭო, უყურე. ბიჭო W რატო იცი? ანუ ვოლტი სინათლე,
ხო. აი მაგას მითარგმნეთ. ვიქტორი და ყველაფერი ამას უკავშირდება. ვიქტორი, იღბალი. არა, ვიქტორი WT არის. იღბალი, win. იღბალი. იღბალი ეს ირლანდიური სროლის ინგლისის ეგ არ არის. მე-20 საუკუნის სამყურა არა. ინგლისური სინათლის სიტყვა სიმბოლო უნდა იყოს რა. ხო, რაღაცა გავიგე, მაგრამ ერთ წამით იღბალი მითარგმნეთ ინგლისურად. ლაკი. ლაკიში ის დაბლი. ხო, მე რასაც ვიყავი. იღბალი ქონდა სინათლის სიყვარული. ანუ 4 რაღაცა იყო, ხო? სინათლე, სიყვარული, სიცოცხლე, იღბალი. 4 ნახო არ გავდივართ რამაზე. 4 ბიჭო, თვითონ კარნავალების ოტარდება ირლანდიაში რა, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისი და ჭყიალებს. უფრო ინგლისურ ენოვან ქვეყნებში. ელ ხო არა? ხო და. სინათლე. ლაულაკი, ლაით. ო, ელი შეიძლება. ელი შეიძლება. რაღაც ეგეთი მარტივია, რომ აი, სადღაც არა, ძალიან შორს ვარ. ძალიან შორს ვარ კარგი. ლაით, ლაკი, ელი შეიძლება უფრო იყოს ვიდრე ვოლც ლაით არის სინათლე. ლაითი, ლავი, ლაიფ. იგი, ყველაფერი. და დრო ამოიწურა ვიმეორებ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს სიმბოლო ინგლისურენოვან ქვეყნებში ასოცირდებოდა სინათლესთან, სიყვარულთან, სიცოცხლესა და იღბალთან. დაასახელეთ ეს სიმბოლო, ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს? ორი ვერსია თუ გქონდა. მე რამდენადაც გისმენთ, იმიტომ რომ ინგლისურ სიტყვებსაც იყენებდით, სწორი ვერსია არ გამიგია. მაშინ მოდი დამატებით წუთსა ვიღებთ. დამატებითი დრო ჩაერთო. მნიშვნელოვანი შეკითხვა. სიმბოლო. მაშინ ასო. მე ამას ვფიქრობ. მე-20 საუკუნის დასაწყისში. კაია. ხო, მაგრამ როგორ უნდა აი ხა ამათთან დამიკავშირე. ვი როგორც ვიქტორი. როგორც ვიქტორი ფის სიყვარული ლაკ რაღაც ეს სიმბოლო. ხო, მაგრამ როგორ თქვა? სიმბოლო რა. სიმბოლო იყენებდა მაგას. პასტორი პასტორი ეს? როგორც ესეთი არ იყო. სინათლე და სიყვარული არის ერთი ეგ არის. არ ვიცი. მაგრამ ჯელობაც არ იყო სწორი ახლა სწორ პასუხი. ანუ სიტყვა არა, რაღაცა ის. ანუ ჩვენ ასოებზე წავედით და მაგიტო არ იყო სიმბოლო შეიძლება იყოს სიმბოლო. სიცოცხლე, ირლანდიური რო არის რა, ინგლისური ენოვან ქვეყნებში. რა. იღბათანაც რო არის ახლა ფოთოლი რო არის. შეიძლება, მაგრამ სიყვარული. მაგას გეუბნები, ხო და იმ ფოტოს რა ქვია ზუსტად? სამყურას ლოტუსი. სამყურას ფოთოლი. სამყურას ფოთოლი, ლოტოსი სხვა არის. ლოტუსი. სამყურას ფოთოლია, მაგრამ სამყურას ფოთოლი მე-20 საუკუნის დასაწყისში. რა, ანუ კარნავალებს და იმებს ატარებენ მაგას. ინგლისური ქვეყნები, ინგლისურენოვან ინგლისური და ირლანდია. რატო მე-20 საუკუნის დასაწყისში რატო გაჩნდა? ინგლისური ამერიკაში სხვადასხვა ამოიწურა შეწყდეს განხილვა, ვიმეორებ კიდევ ერთხელ. სინათლე, სიყვარული, სიცოცხლე და იღბალი. დაასახელეთ ეს სიმბოლო, ბატონო კაპიტანო. ვინ უპასუხებს შეკითხვას? აი ხა თუ გქონდა სწორი ვერსია. იგივეს გეტყვით, რომ ინგლისურ სიტყვებს იყენებდით და რამდენადაც მსმენია სწორი ვერსია არ გაჟღერებულა. თემო ეცდება. ბატონო თემო. ნუ რაც გქონდა ვერსია. ალბათ სამყურა რაც ვთქვით რა, ეს სიმბოლო სახელი. კი ბატონო კაპიტანო, მივიღოთ? დიახ, ირლანდიის სიმბოლო სამ. კი ბატონო, პასუხი მიღებულია სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის სვასტიკა, შეიძლება იყოს 4 ლ-გან შემდგარი ინგლისურად light, love, life, ლუზე ვიყავ. არა სვასტიკაზე ვერ მივიღე. ელზე ვიყავ. ეს სიტყვი ელი აი კითხვა იყო. ელზე. ძალიან კაი იყო. აი კითხვა იყო. თან სვასტიკა რო სიმბოლო სიყვარული და ესა. ძალიან კარგი იყო. 3 ძალიან კარგი კითხვა იყო. 3 შევახსენებ, დახმარებული აღარ გაქვთ? და ცოტა ისეთი იყო, არც ყოფილა სწორი და ვერსია და დახმარება გამოიწვია. ორად მივდიოდ. ახევრად სწორი 4 ელი და 4 ელი შეშა. ოსტა მე ასოებს ჩამოვეხსენეთ, იმიტომ რომ სიმბოლო. ხო და არა. დაწებული მომენტია. სვასტიკა ნამდვილად ანგარიში. ცოტა შეიცვალა დახმარებები აღარ გაქვთ და ბატონო კაპიტანო, რა მოლოდინები? როგორც ბარსას გულშემატკივარს აუცილებლად კამბექის გჯერა ნებისმიერი სიტუაციიდან. ჯერ რაც გჭირდება კამბექი, ეს წინ ვარ. კი ბატონო, შეკითხვა ნომერი 3. შავი ყუთი ხო არ მოვიდა. მე მგონი ჩაიხედა. იმიტომ რომ ჩვენ გრჩება რა, ჩვენ გრჩება რა. ხოშკარ მომოვიდეს, ხოშკარი გრჩება ჩავხი. აკების აგენტი. კინის ჩავიყოთი თუა შეიძლება. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს კითხვა ფოტოსურათით. ახლა იქნება კოშკა. ესეც ახლა მაფიის ეს ერობა. კოშკა კატას გულისხმობთ ხო ბატონო? რა თქმა უნდა. თქვენ
შეგიძლიათ შეხედოთ ფოტოს, სანამ კითხვას წავკითხოთ, გადააწოდეთ თუ შეიძლება თანმიმდევრობით, შეხედეთ ყველა ფოტოს ჟესტების საუბრის განხილვის მინიშნებების გარეშე. გადააწოდეთ თუ შეიძლება და კითხვას წავკითხოთ. არა, written sentence written. ხმამაღლა საუბარი და მსჯელობა არ შეიძლება. გადააწოდეთ ფოტო და ათვალიერეთ და წავკითხოთ შეკითხვას. მე არ პურუნ დერმ. კაი. გუნდის ყველა წევრმა რამდენადაც ხედავ ნახეთ თქვენ ფოტოსურათი. ვიცი რაც არ დაახლოებით. ოკეი. თუ შეიძლება დადეთ ფოტო და ჩაიწეროთ შეკითხვა ყურადღებით. ექსპერიმენტი რაღაცა. შეკითხვა ნომერი 3. თქვენს წინაშეა სარკისებური წარწერა. ამბობენ რომ ლეონარდო და ვინჩი ნიშნულოვანი ჩანაწერების და იდეების შექმნის დროს ხშირად წერდა სარკისებურად. ანუ ასე როგორც თქვენ წინაშეა წარმოდგენილი, ეს არ არის ფოტო, სადაც თქვენ რაიმე უნდა გამოიცნოთ, უბრალოდ მაგალითია სარკისებური წარწერა როგორია. და შემდგომ აქვეყნებდა მათ. ვიმეორებ. თქვენს წინაშეა სარკისებური წარწერა. ამბობენ რომ ლეონარდო და ვინჩი მნიშვნელოვანი ჩანაწერების და იდეების შექმნის დროს ხშირად წერდა სარკისებურად და შემდგომ აქვეყნებდა მათ ასევე სარკისებურად, როგორც თქვენ წინაშეა ერთი წინადადება წარმოდგენილი. ყურადღება, შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ რა მიზნით იყენებდა სარკისებურ წერას ლეონარდო და ვინჩი ჩანაწერების გამოსაქვეყნებლად. დრო. ერთგვარი კოდი იყო. მიზანი კოდი ალბათ. ბიჭო, არაბებს ხო კითხულობდნენ სწორად. დავინჩის კოდი. არაბები ხო არ კითხულობდნენ სწორად. ანუ ასე რაღაცა კითხულობ, შენი თვალი მაინც აღიქოს პირველი და ბოლო ასრო ერთ და იგივე, შენი თვალი მაინც აღიქოს სწორ ტექსტს. რამის გავარჩინა აზრი მართლა. ბიჭო, თუ აქვეყნებ რა მუღამია რომ დაშიფრება. ანუ შეიძლება ისეთი საზოგადოებისთვის უნდა მეწოდებოდნენ. ხო და არაბულენოვანი ხო არა. არაბულენოვანი просто მარჯვენა აიში და რამე გავშიშ. არა მე ვარ შეიძლება უბრალოდ ისეთი საზოგადოებისთვის უნდა მეწოდებო, ვინც ჩაუღრმავდებოდა და მართლა წაიღებდა. ზოგი მოარიდებდა თვალს და არ წაიღებდა. ეს სისულელეა, ეს არ წაიღებდა. მესიჯის გადასაცემა დაკეთებდა. ხო და ვაკანსია ქონდა და ვიღაცა გონება გახდი რასტოს ეძებდა. უკვე კითხვა არის რატომ აკეთებდა და მესიჯის გასაგზავნად აკეთებდა ალბათ და კოდირებულს მაგით წერდა. მესიჯის გახსნა ბიჭო, რაც ეწერა თუ რაღაცას აქვეყნებ, რატო არის მუღამი რომ ყველა მარ წაიკითხო? არა, ადრე სასპირნოჟ რაღაცებს აქვეყნებდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში რა ეგრეიგებდნენ ინფორმაციას. დავინჩი ტიპიკი. დავინჩი რატო? ხო და დავინჩის კოდი. აი გიქვი დავინჩის კოდი ეგ თქვი მე არა მიზანი რა მესი საგზავნებდა. დრო ამოიწურა, მე კიდევ ერთხელ წაგიკითხავ შეკითხვას. სიჩუმე თქვენს წინაშეა სარკისებური წარწერა. ამბობენ რომ ლეონარდო და ვინჩი მნიშვნელოვანი ჩანაწერების და იდეების შექმნის დროს ხშირად წერდა სარკისებურად, ისე როგორც თქვენს წინაშეა ფოტოზე წარმოდგენილი და შემდგომ აქვეყნებდა მათ. ერთ წუთში დაასახელეთ რა მიზნით იყენებდა სარკისებურ წერას ლეონარდო და ვინჩი ჩანაწერების გამოსაქვეყნებლად. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს შეკითხვას? სწორი ვერსია თუ გქონდა? სწორი ვერსია არ ყოფილა. მაგ შემთხვევაში ბატონი დემე შეეცდება პასუხის გაცემას. რატომ აკეთებდა ასე ლეონარდო და ვინჩი? კითხვა რა გამეორეთ კიდევ ერთხელ შეიძლება. ნიშნულოვანი ნაწილს გაგიმეორებ, მთლიანად არ წავიკითხავ. ერთ წუთში დაასახელეთ რა მიზნით იყენებდა სარკისებურ წერას ლეონარდო და ვინჩი ჩანაწერების გამოსაქვეყნებლად. ანუ სავარაუდოდ ეძებდა განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც მის რაღაცა ხელწერას დაინახავდნენ ისე როგორც ის გამოცემდა. კი ბატონო. ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. დიახ. პასუხი მიღებულია, სწორი პასუხი. ცენზურის თავიდან ასაცილებლად, რადგან მისი ჩანაწერები ხშირად შეიცავდა ეკლესიისთვის აკრძალულ იდეებს. სარკისებური წერა რთულად იკითხებოდა და იცავდა მას აკრძალვისგან, რადგან მისი წაკითხვა იყო რთული. შესაბამისად, ლეონარდო და ვინჩის გამოგონებები არ იგულებდებოდა და ამის მიხედვით აქვეყნებდა თავის იდეებსა და ჩანაწერებს. აი ეს კითხვა იმათთვის ყურა. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო შეკითხვა იყო. საინტერესო ფაქტი არის სასტიკაზეც სვასტიკა რის კითხვა არის ჩემი აზრით. ეს შეიძლება. ჩასვი შემოდა რა წაგიყო რა. ჩასვი მოვაშავიყო და ორიდან ერთი მინდა უშლება თქო მე ჩასვი შემოდა ჩაგული ხარ რა. ეხა მოგება სადრე აღარ ორი ვერო ავიღე. სუპერ ბლიცი მოვიშოვოთ. ეხა მოვიდეს სუპერ. მოდი შავი ყუთი უნდა ბატონო დავიცი და
მედია სასმელი დევს და თუ გვეტყვით რომ უბრალოდ გაგვატან ჩავკუთში რაც დევს, გონის საკმარისი მე დამშვიდები. რაკუთი რაც არის ის მიდია. სპორტის ფოტოსურათებს და წარმოქმნილ მასალას ხშირად ცნობილი ისტორია. საპატიოდ გადმოგეცა. შეგვიძლია ნომერი 11. აბრაამ ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკს ბუთი იყო მსახიობი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა შექსპირის ტრაგედიების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მისმა სამსახიობო კარიერამ გავლენა მოახდინა მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. ბუთის აზრით, აბრაამ ლინკოლნი იყო ტირანი, რომლის თავიდან მოშორებაც აუცილებელი იყო. ვიმეორებ, აბრაამ ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკს ბუთი იყო მსახიობი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა შექსპირის ტრაგედიების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მისმა სამსახიობო კარიერამ გავლენა მოახდინა მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. ბუთის აზრით, აბრაამ ლინკოლნი იყო ტირანი, რომლის თავიდან მოშორებაც აუცილებელი იყო. ერთ წუთში, ყურადღება შეკითხვა, ერთ წუთში დაასახელეთ როლი, რომლის თამაშიც მას ყველაზე მეტად მოსწონდა. დრო. ანუ რაღაც ისეთი შექსპირის რომელიღაც ნაწარმოები არის და მაგის როლი არის, სადაც ტირანი არის. სადაც ტირანი, არა, პირიქით ტირანი უნდა იყო. ტირანი უნდა მოკლას. უნდა მოკლას ამან. ჯაშუშის როლი? აუ მე რაღაცა მახსოვს. შექსპირის პერსონაჟები ჩამოთვალეს. მე აი წარმოიდგინა. შექსპირის პერსონაჟები ჩამოთვალეს. კაროჩე, როლში იყო მკვლელობის დროსაც შესული რა. ჯერ შექსპირის დადგმები ჩამოთვალეს. ეს მეფელირი მეფელირი ალბათ და მეფელირი ხო არ იყო პერსონაჟი. ოტელო და ეს. არა მეფელირი ჯუნე ხო არა. ძილის ინილოცე არ კითხავალი რა როლი იყო? უყვეთ მაგის საპირისპირო იდეოლოგია. ლინკოლნი ვაფშე არაფერშუაში რაღაცა ისე შეიძლება თვითონ არ კლავდა როლს და შეიძლება თვითონ იყო ეს ტირანი როლი. სავარაუდოდ თვითონ იყო და იცოდა რა. თვითონ იყო ტირანი? თვითონ იყო ტირანი, სავარაუდოდ და იცოდა რა ტიპიც იყო და მაგიტომ მოკლა. ანუ ეგეთი ტიპი არ უნდა არსებობდეს. ახლობით მაგლობი იწავა. მეფელირი თვითონ. თვითონ მეფელირი ალბათ. მეფელირი ხო არის? და მაგის განსახიერება მოწოდა მეფელირი არ არის ტირანი. ტირანი მეფელირი. 10 წამი. ამ კარიერამ განსაზღვრავა. ძილის ინილოცე დესდემონა ხო არ არის? არის. ოტელო ხო არ არის? ძილის ინილოცე დესდემონა და მაგით ოტელოს განსახიერება? მაგრამ არა პროსტა მაშინ და მეფელირი დრო ამოიწურა, კიდევ ერთხელ წავიკითხავ შეკითხვას. აბრაამ ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკს ბუთი იყო მსახიობი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა შექსპირის ტრაგედიების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მისმა სამსახიობო კარიერამ გავლენა მოახდინა მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. ბუთის აზრით, აბრაამ ლინკოლნი იყო ტირანი, რომლის თავიდან მოშორებაც აუცილებელი იყო. ყურადღება შეკითხვა, ერთ წუთში დაასახელეთ როლი, რომლის თამაშიც მას ყველაზე მეტად მოსწონდა. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს შეკითხვას? სწორი ვერსია თუ გქონდა? სწორი ვერსია არ გაჟღერებულა. მაშინ ბატონი ვებხვია შეეცდება გაიხსენოს. მე ისეთი უეჭველი მოსაკლავი პიროვნება. კი ბატონო. თქვენ უნდა დაასახელოთ როლი, რომელი როლის თამაში უყვარდა ყველაზე მეტად. სიჩუმე. რა არ ვიცი ვერ გეტყვით ზუსტად. არც მახსენდება. მოდი იყოს რიჩარდ ლონგული. რიჩარდ ლონგული. ბატონო კაპიტანო, მივიღოთ? დიახ. პასუხი მიღებულია. სწორი პასუხი არის ბრუტუსი. ბუთის აზრით ლინკოლნი იულიუს კეისრის მსგავსად იყო ტირანი, რომლის თავიდან მოშორებაც აუცილებელი იყო. მას ძალიან უყვარდა შექსპირის ტრაგედიაში იულიუს კეისარი ბრუტუსის როლის შესრულება, რადგან ფიქრობდა, რომ ის იყო ტირანი და მისი მოკლა იყო აუცილებელი. შექსპირის ხუთზე უნდა ვიყო. ხუთზე უნდა ვიყო განაცხადეს. ხუთზე უნდა ვიყო განაცხადეს, ხო? ახლა თქვა თუ რა იყო? ხუთზე უნდა ვიდეთ რომ განაცხადეს. ახლა რაღაც მეგობრებო, არ მეგობრებოთ, ოი ყოლა და არ გვეუბნება. ვაფშე არ მაქსოვდა ეს თუ იყო. ვაფშე არ გამახსოვდა. ვაფშე აი შესაძლოა გუნდმა ეთნიკის გადამწყვეტი ან გააგრძელოს თამაში გუნდიდან. ამიტომ წარმატებებს ვისურვებთ. ჩვენ უბრალოდ შოუზე ვმუშაობთ თორე. ჩვენ შოუს გიდგა. ციტნოს ისედაც მოვიგებდით რა. ეხა ავიღებთ და მერე სუპერს. ეხლა მოვა 9.
ვიცოდი რომ ხა შავი არა შავი ყუთი რომ გადაწყვეტნა რაღაცას დღეს გძნობდი. მოდი მე წამყვას გავართობ და შემიზებ ჩაიხედე. არ კარგი ის არა იმის ალბათობა გასწევ მაღალი. ხე საუბარი ხე სახე მაღალი. რა გინდა რენდენის თვალები რა? თან ამაში უნდა ჩაეტიოს ის რაც უნდა გამოიცნო. ლოგიკურია. კოშკა არ იქნება. თუმცა ყველაფრის ჩატევა არის. ის ფისო ხო არის ზურია იქნება. ის ფისო ხო არის თუ კატაშა ყუთი. კი ბატონო, მეგობრებო, წარმატებას გისურვებ, გადამწყვეტი კითხვა არის. ეს თამაშის ბეც, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გითამაშეთ, გუნდურად რაც თავარია და თან მინდა აღვნიშნო, რომ გუნდი ესე ვთქვათ, შეთამაშებული არ არის და ყველა ერთმანეთთან პირველად თამაშობ, ასე რომ წარმატებები და ჩაიწერეთ ყურადღებით შეკითხვა. ამ ადამიანს, რომელიც ამჟამად 91 წლისაა, მრავალფეროვანი ინტერესები გააჩნდა. იყო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, გასართობი ჟურნალის რედაქტორი, არქიტექტორის პროფესორი, ბიბლიოფილი, ავეჯის დიზაინერი და გამომგონებელი. გამოგონება, რომელშიც მისი გვარი ფიგურირებს, ახლა დევს შავ ხუთში. ვიმეორებ. ამ ადამიანს, რომელიც ამჟამად 91 წლისაა, მრავალფეროვანი ინტერესები გააჩნდა. იყო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, გასართობი ჟურნალის რედაქტორი, არქიტექტორის პროფესორი, ბიბლიოფილი, ავეჯის დიზაინერი და გამომგონებელი. გამოგონება, რომელშიც მისი გვარი ფიგურირებს, ახლა დევს შავ ხუთში. ყურადღება შეკითხვა, რა დევს შავ ხუთში, თუ გეტყვით, რომ მას გააჩნია ფერები. დრო. რუბიკის ის ხო არის? ო მაგრამ აი ცოცხალია. ცოცხალია. ხო, 91 წლის არის ამჟამადო. ხო, რუბიკის კუბიკი შეიძლება. ფერები გააჩნია. ასოთა შორის 6 პროფესია იყო და 6 კუთხე აქვს. ეგ იქნება მაშინ. აი თავებია რა გვაქვს. 6 ფერი. აი, რუბიკის სხვა რამე რაღაცა ისეთია, რომელიც ყოველ ანუ თან არა ნახე საინჟინრო გასართობი არქიტექტურა ბიბლიოფილია ავეჯი და გამომგონებლობა რა. ძალიან სხვადასხვაა. ძალიან სხვადასხვა არის რა. თან ანუ ის გასართობი რო არის ანუ გასართობი რო არის ეგეც მაფიქრებს რო უეჭურებია. მოდი რაღაც ანუ არა ხო გვარია ანტილოკიდა რო წავიდეთ კიდე რა შეიძლება. ის დასმის უფლება რომ ქონდეს დივანი შეიძლება. აჟადა აჟადა რენდელები გვარი მაინც შეიძლება იყოს ნახსენები. მე მაქვს ის გაქვს ნახე ძველი მაქვს 70 რაღაც. რაღაცა ისეთი გამოგონება უნდა იყოს. რასაც ის პერიოდული სისტემა. არა გვარი ხო, სტაბილურია. გვარი უნდა იყოს ნახსენები სახებში რა. ხო. რუბიკი ნუ ახლა შემოშურია. დრო, აგორიფურა სიჩუმე გახილვა შეწყდა მაგიდაზე. ბატონო კაპიტანო. ვინ უპასუხებს შეკითხვას რა დევს შავ ხუთში? სწორი ვერსია თქონდა. თან გქონდათ ერთი ვერსია, წარმოგვიდგენთ სხვადასხვა სიტყვას. მენდელევის პერიოდულ სისტემაზე. არ ფიქრობთ და ასეთებზე ხალხო წამყვანი არ ხდება. მაშინ ბატონი თემა უპასუხებს ერთადერთ სწორ ვერსიას. რა გამოგონება დევს შავ ხუთში? რუბიკის კუბიკი. კი ბატონო, პასუხი მიღებული. არ ჩავხედავ ეს. ლუკა რო ამოვიდეს ახლა. Yes. შავ ხუთში. კომენტარ წაიკითხავ თუ შეიძლება. რუბიკის კუბიკი, ერნო რუბიკი გამომგონებელთან ერთად არის ინჟინერი და თამაშობ თუ არ ვითამაშ. სწორედ ასე შეძლო ისეთი ოლი. არა, ჩემი აზრით უნდა თუ ის მოგვიდა მაინც მოდის და ჯობია რომ 6 თმოლებით. ყურადღება მეგობრებო, ჩვენ მისი 6 ინტერესი ჩამოგითვალეთ. რუბიკის კუბიკზე 6 კი. ინტერესი, მრავალფეროვანი და დააბლანტებით მინიშნებას ნიშნავდა. გილოცავ, ანგარიში არის 5 და არის დაძაბული მომენტი. 12 რა მოვიდეს მაინც შეიძლება 50% კითხვა. 50%. ანუ მე-12 შეკითხვის შემთხვევაში მაინც ხო ერთი ადამიანი რჩება. 6-5-ის წაგება ჯობია. მაშინ აუცილებლად უნდა. ანუ 50%-იანი შანსი ისედაცაა რომ ერთი და მეგობრებო, ხო და მას გადაწყვეტი რა. მომენტი დადგა, იმიტომ რომ თქვენ თუ გადაწყვეტ რომ ითამაშოთ გადამწყვეტი რაუნდი, მეხუთე შეკითხვა მოვა, აი ნახეთ, გვანახებ მაყურებელსაც, რომ არის ჩვეულებრივი შეკითხვა და არის სუპერ ბლიცი, სადაც ერთი მოთამაშე რჩება. გადამწყვეტი რაუნდის შემთხვევაშიც ერთი მოთამაშე რჩება და სუპერ ბლიცის დროსაც ერთი მოთამაშე რჩება. შესაბამისად, თუ წააგებთ და მოთამაშე ვერ აიღებს შეკითხვას, ანგარიში იქნება 6-0. მინდა ვტოვოთ ეგ არის ანგარიში. სუპერ ბლიცის შემთხვევაში მე გეუბნებით თემატიკას, გაძლევთ დროს და მოთამაშეს ვირჩევთ კაპიტანი ირჩევს მოთამაშეს ვინ დარჩება მაგიდაზე. ამიტომ მოდით ნახევარ წუთს მოგცემთ მოიფიქროთ, იმიტომ რომ ეს არის ესეთი მომენტი არ ყოფილა სხვათა შორის
მე ვფიქრობ რომ უეჭველი უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ 50% ალბათობაა რომ ისედაც ისედაც მარტო დარჩება მოთხოვნა. არტივი მაგალითად. ან იგე ბანკმირულად აგე. მარტივი მაინც მაგალითად. შანსია სუპერფლიციაზე. რა ყველაფერი ანარაფერი. მოდი ერთ წამს ჩვენ ხო აქ შოუსთვის მოვედით არა? ვინო მე მგონია რომ 6 თნოს ისედაც მოვიგებდი. მე მგონია რომ ვეფხვი უნდა დატოვო. და ყველაფერი. აი ანუ ვეფხვია და ან დემე, რომელიც უფრო თავდაჯერებულად მიყურებს. თემატიკა ვეცოდინება და მაგის მით არა, ანუ აი ხა თუ უწყეთ всё, გავდივარ ჩვენ და რჩებით. თქვენ და მე რეტრიალდება. თემას ხო თემატიკას თუ მოგება. სუპერფლიციაზე ამოვა მას შემთხვევაში ხო და იქნება და ამოდის სუპერფლიციაზე. არა, ანუ თუ გადავწყვიტეთ დავატრიალო და მოიცა. თუ მე თემატიკა არ მოიცა, კითხვა მე მაგრამ. ანუ ეხლა თუ გადავწყვიტეთ ფინალური რაუნდის მე სამაში. ვფიქრობ კარგად გებით და გავდივართ და всё. ჯეირანი მე მოდის კითხვა. მე თემატიკა და მე რა იგებს კითხვას ხო? შეგვიძლია გავიგოთ რომელია მოა? იმიტომ რომ თუ გაძლევთ იმის უფლებას რომ ნახოთ აირჩიოთ მოთამაშე ჯერ კითხოს დავატრიალებ რენდომაიზერში. ოი კითხვა დავატრიალოთ. გადავწყვიტე მე რა გეკუთვნი და და შემდეგ გადავწყვეტ ვინ დარჩება. კი ბატონო, მაშინ მე რო ვირჩევ გადავწყვეტ რა უნდა? ჩვენ აუცილებლად ვირჩევთ, განწყობა უბრალოდ დავატრიალებ კითხვას ისე ბატონო კაპიტანო, რომელი კითხვა გინდა მოვიდეთ სუპერბლიცი თუ სუპერბლიცი ჯობია მაინც. მე მგონი რომ სუპერბლიცი, იმიტომ რომ განსაზღვრულია ერთი ადამიანისთვის ისედაც. ხო, და ძალიან თემატიკა მარტივი გვეცოდინება. სუპერბლიცი უფრო კაი მინდა თქო იქნება. გვეცოდინება რა. ჯან ჩაჭერა თან ისი. კაცი ბოლო. თან ძალიან მაინტერესებს ეს ორი ადამიანი ჯეირანს როგორ ითამაშებს ვინ დარჩება. შეკითხვა ნომერი 5 სუპერბლიცი გამოვიდა. შესაბამისად თქვენ თემატიკას არ მინდა გადავწყვეტ 6-5 მოვიდეთ. ნომერი 5-ში. მაგრამ ფინალში ვერ გავდივარ. და თქვენ და აირჩიოთ მოთამაშე ვის დატოვოთ. მე მაინტერესებს კიდე რაიმე შოუს ელემენტი დავჩა რა შემოვიდა. არ შეგიძლიათ არ ითამაშოთ გადამწყვეტი. არა, აუცილებლად უნდა ვითამაშოთ. უბრალოდ მაშინ ვეფინალში ვერ გავდივარ. ვეფხვი უნდა დატოვო. რომელიც გაქვს სურვილი ორივეს მაშინ სხობუნება ვერ მოიგო. რომელი უფრო თავდაჯერებული ხარ. მოდი ბატონი ვებხვია იბრძოლებს ლომივით ბოლო რაუნდში. ლომივით ბუსათვის. ბატონო, გავხსნებთ ბატონი ვეფხია და აბა, შენიც. დათამაშო მაგიდა, გაბრძანთ ყველა. მაყურებლები შეგიძლიათ დარჩეთ. მე მაყურებელი ვარ. უნდის მოთამაშეები გაბრძანდით. თუ რამე ვეფხის თავოსან. ჩუმა დაგუშა. სინჩუმე აი დარჩა მე-18 შეკითხვა სუპერბლიცი, რომელიც გინდოდათ არა და არ მოვიდა. მინდა გითხრა რომ ეს შეკითხვა არის ფოტოსურათით. არის ნერვიულო. და სხვათა შორის გადამწყვეტ რაუნდს თამაშობენ პირველად, სხვათა შორის არც პირველ სეზონში უთამაშიათ და არც მეორე სეზონში.
იყო, მაგრამ საფიქრალად სვასტიკა და ის ორი ცენზურა მომენტი იყო რა კარგი ხო? ცენზურა ის მომენტი ქონდა რა რისკი კი ბატონო. სიმბოლური ანგარიში 0.6 არის საკმაოდ მე მინდა ვთქვა რომ გუნდი არის საკმაოდ მამაცი ნუ მამაკაცებისგან შედგება მთლიანად ქალი არ ყავს რიჩარდ ლონგულები ვარ ესე არ არის შერეულები არიან და პირველად ითამაშეს გადამწყვეტი რაუნდი პირველსა და მეორე სეზონის განმავლობაში შესაბამისად მე გამბედაუხდი სიმამაცით შევაქებდი ამ გუნდს მე მინდა აი ესეთი რაღაც გამორთულია კითხვა მოგეწონათ იყო რთული ან საინტერესო რაც დაგამახსოვრდა შორო დაგისვა კითხვა სვასტიკის კითხვა ეს ყველაზე ალბათ რთული და საინტერესო ხო ეს ელები კი ამბობთ საინტერესო ელებზე საუბარი მაგრამ ყველაზე რთული იყო და კიდე მომწონა ეს ლინკოლნის კითხვაც ნუ ფოტოსიტყვენ მაგრამ სიმბოლური იყო რომ მაგროს ასრულებს კლავს და საბოლოოდ ხო სხვათა შორის მან კითხვაში იყო მითითებული რომ მას უნდა ტირანის მოკლა და უყვარდა იმ როლის შესრულება იყვარდა იმ როლის შესრულება კი რუტუსი კლავს კეისარს ხო არა მხოლოდ ბატონო თქვენ რომელი შეკითხვა მოგეწონათ მე მომეწონა ყველაზე მეტად ალბათ ცენზურის კითხვა იმიტომ რომ ახლოსაც ვიყავით და ასევე იმ ჯაშუშზეც რო იყო რა კითხვა ეს კი და სხვათა შორის თქვენ გქონდათ ვერსია მომეწონა და მე მეკრე მე ხეთქანდა შეკითხვა რომელიმე გუნდი რო ვერ მოვიდეს იმათვე თუ შეიძლება რომ მოვიდეს კიდე თამაში და სახელმწიფოს ბოლოს აუცილებლად ჩავატარებ კაპიტნების შეხვედრას რაუნდს სადაც ყველა კაპიტანი თამაშობს შეიძლება უკვე საქმე ქონდეს ვერ მოვიდეს და თავშეც მოუშვას თამაშეს გუნდიდან ამიტომ შეიძლება იყოს ნებისმიერი შესაბამისად ეს არაფორმალურ გარემოში შეგვიძლია დავგეგმოთ არ არის პრობლემა კი ბატონო ჭიპა ნინო მაფის ნიკნეიმი შეიძლება მე ხა სვასტიკა ჩემს ყველაზე კაი კითხვა იყო მაგრამ სუშის კითხვას მინდა რომ აღვნიშნოთ რომ სუშის კითხვას ძალიან კაი ჩაი რო გავას ხო კალიფორნია ფილადელფია თუ რა დაიწყო ლოგიკური პასუხი ჰქონდათ ჩაიზე იმიტომ რომ ჩაიც ძალიან კარგად ჩდებოდა თან მე ბოსტონში მანდის იყო რა გადაწყვეტი რომ ბოსტონში გაჩერდა ბოსტონში დაასრულა და მე გააგრძელა და ლონდონში აღმოჩნდა ლონდონი ხო სახლია ჩაის და ბოსტონ ხო მოკლედ მაგრამ კალიფორნია ფილადელფიით რო დაიწყო რაღაც ეტაპზე უნდა მიხდარი მაგრამ ძალიან კაი კითხვა ბატონო კაპიტანს რომელი შეკითხვა მოეწონა ყველაზე მეტად მე პირადად ცოტა ისე მივუდგები ანუ ყველა კითხვა მართლა კარგი იყო ერთი მეოთხე კითხვაზე წავედით ანუ შეგვაცდინა იმან რომ რაღაც კონკრეტულ ქალაქზე იყო საუბარი და ეს ჯაშუშები ანუ ვერ მივხვდით ტურისტები რა ხო წავედით კონკრეტულ ქალაქზე მეოთხე კითხვაზე და კიდე რაღაცა ერთი იყო პრინციპში ხო იმას ვერ ვიხსენებ ანუ ყველა კითხვა მართლა ძალიან კაი იყო ერთი მან ცოტა დაზუსტება შევიტანდი რომ ამ ერთ კონკრეტულ ქალაქზე არ გვეფიქრა რა ხო ეგრე იყო და დანარჩენი აი მართლა რასაც საუბრობთ თავიდან რაღაც კორექტირებს ვამბობდით კითხვებში რა ესე ჯობდია აქ სხვა შენიშვნა არ მაქვს რა აი მეოთხე კითხვაზე ცოტა გული დამწყდა რომ რაღაც სხვაგან წავედით რა ყველა კითხვა მართლა ძალიან კარგად გამართული იყო. მე მახსოვს რომ ერთ-ერთ კითხვაზე თქვენ გინდოდათ ბატონდელი საბატებზე გინდოდათ მე